ეს არის სერიოზული საკითხები და ეს არის საკითხები, რომელიც ძალიან სერიოზულად გვიქმნის ჩვენ პრობლემებს და დაბრკოლებებს და გვიშლის წინსვლაში ხელს. და მე გთხოვთ, რომ ამას მოვიყუროთ განსაკუთრებულ გულისხმიერებით. ის კადრები, ვინც ვერ ამართებს, უნდა ჩაჩოჩებული იქნას, ახალი ხალხი უნდა მოვიდეს. მე სხვა შორის მივესალმები ეკონომიკის სამინისტროში დაინიშნა ამ გაგსუებული გობეჯიშვილის ნაცვლად ახალი კადრი. არჩილ კეკელია და გთხოვთ ავდგეთ სადახ, რომელიც რამდენი წელი იყავი ინგლისში მანამდე? 5 ხო? და მანამდე ლონდონის ბიზნეს სკოლაში, ხო? ლონდონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა, გამოცდილება მიიღო ინგლისში მუშაობის რამდენიმე წლიანი საინვესტიციო ბანკებში, დაბრუნდა საქართველოში და მე მიხარია, რომ რა თქმა უნდა, თავისთავად არც უცხოური დიპლომი, როგორც თავრობის ზოგიერთ წევრის მაგალითებს ვისწავლეთ. და თქვენი აპარატი თავისთავად გარანტია არაფრის არ არის. არც უცხოური გამოცდილება თავისთავად ავტომატურად არ ტრანსპლანტირდება ქართულ ნიადაგზე, მაგრამ რომ ბევრი კარგი კადრი ბრუნდება უკან და თავის სამშობლოს ახმარს ენერგიას, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს დადებითი მიგრაციის ბალანსი იმის გამო, რომ ახალგაზრდობა ძირითადად აღარ მიდის საქართველოდან. თორე ჩვენ ერთიანი ეროვნული პროდუქტის დონის ქვეყანა, პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან არის უარყოფითი მიგრაციის ბალანსი. უფრო მეტი ხალხი მიდის, ვიდრე მოდის. საქართველოში ბოლო ყველა წელიწადი ვარდების რევოლუციის შემდეგ. ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლებია ეს განსხვავება, რა უფრო მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე მიდის და ძირითადი მიზეზი ამისი არის, არა ის, რომ ძალიან დახენ ცხოვრება, მაგრამ ახალგაზრდობამ დაიწყო ადგილის პოვნა საქართველოში. და მე ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მაგრამ ეს რა თქმა უნდა აჩიკოეგერ დაბრუნდა, მაგრამ ასევე ყველა რა თქმა უნდა არ დაბრუნდება, ყველას ვერ პოვთ ადგილს, მათ შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს უცხოეთშიც, მაგრამ კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი არსებობს ქვეყნის შიგნით, თვალე ფართოდ გავახილოთ. სხვა შორის მინდა გადავხედო ერთი რამდენი ნაცისავი და ახლობელი და ასე შემდეგ მუშაობს ძველი კავშირებით სამინისტროებში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია ჩემთვის. მე ნიშნულოვანია ჩემთვის, რომ ყველა სამინისტრო იყოს შიგნიდან და გარედანაც გამჭირვალე. აი ხა რამდენიმე სამინისტრო აკეთებს შიგნიდან შუშის ბიუროებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეა. კაბინეტები არის შუშის. კაბინეტები არის შუშის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ესეა, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრო ახლა ესე გაკეთდება, პირველ სართულზე აკეთებს შუშის, რამდენიმე სხვა სამინისტროში იგივე მიმართულება ვიცი აღებული. და ეს ის კი არ არის მარტო პოზა. კაბინეტები არ არის ყავის სასმელად და სიგარეტის მოსაწევად. კაბინეტები არის საქმის გასაკეთებლად. და ყველა ერთმანეთს უნდა უყურებდეს და ყველანი იქ ვართ, როგორც ბრძოლის წინა ხაზზე. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძირითადად უნდა ვიყოთ გარეთ, მაგრამ შიგნით მუშაობა უნდა იყოს არაბიუროკრატიზირებული. და ამიტომ გავახილოთ თვალი და ვნახოთ, ვინც არ აღმართლებს, ის წავიდეს. ნეპოტიზმი და სხვადასხვა კრიტერიუმები შერჩევა არ გამო. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი იყოს თქვათ, რომელიმე დაახლოებული ან ოჯახის წევრი კარგი იყოს, ესეც შეიძლება, მაგრამ როგორც წესი, ეს გამონაკლისები არის ხოლმე და აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად. კრიტერიუმი არის შერჩევა, ერთის პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარული. სხვა არანაირი კრიტერიუმი, ნაცრობა, მეგობრობა, იქ ტრუსიკის მაკაცობა, თანაკლასელობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა მით უმეტეს. ამას ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი უდის. უნდა იყოს ყველაფერი გამჭირვალი და ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული კიდევ ერთხელ პროფესიონალიზმზე, პატრიოტიზმზე. ახლა გითხრათ ჯობია სანამ არ დაგვიხურია საოფისმოურლის სამინისტრო რამდენია ყურძენი მოსალოდნელი წელს. და როგორ აპირებთ დაბინავებას. მე მინდა ამ სამართლიანობის საუბრიშო წინა დაბინავებისთვის ორდენები გაქვთ მიღებული, ამიტომ თქვენ მიმართ კიდევ უფრო მეტი მოთხოვებია დასაყენებელი წელს. ბატონო პრეზიდენტო, როგორც გახსოვდა საზოგადოებას ახსოვს 2009 წლის თველი იყო ნამდვილად წარმატებული და სამაგალითო იყო ჩვენთვის და წელსაც პრინციპში 2009 წლის თველის მსგავსად ვაპირებთ, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო დახმარებით, რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან, ხოლო მეორეს მხრივ იმ ორგანიზებულობით ადგილზე, როგორც იყო 2009-ში და ჩვენ ალბათ ამ შედეგს გავაუმჯობესებთ წელს და ამის ყველა წინაპირობა არსებობს და გვირდებით, რომ ეს ნამდვილად ესე იქნება. ჩვენ გავხსნით 34 ქარხანას, 34 მიმღები პუნქტი იქნება შესაბამისად ყურძნის მთელი კახეთის მასშტაბით. პრინციპში ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საწარმო, პროცესი დაიწყება 22 აგვისტოს და ჩვენ უკვე პრინციპში გადავედით შარშანდელი წლის შემდეგ 40 დღიან პრინციპში
პრაქტიკულად თვენახევრიან რთველზე, რაც ადრე საოცნებო იყო, რადგან როგორც გახსოვთ, 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რთველი, 20 დღის განმავლობაში დგებოდა ძალიან დიდი რიგები და ქმნიდა ძალიან დიდ უკმაყოფილებას, სამართლიან უკმაყოფილებას და გარკვეულ პრობლემებს ხარისხთა მიმართებაშიც. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ წელს წინა წელთან შედარებით, ანუ ამ წლის 7 თვის მონაცემებით, 6 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 50%-იანი ზრდა ღვინის ექსპორტის, შარშან თუ ამ მომენტისთვის გატანილი იყო 4 მილიონი ბოთლი, წელს ამ მომენტისთვის გატანილია უკვე 6 მილიონი ბოთლი ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიაც იზრდება ამავდროულად და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე გვაქვს იმ ხარისხის ღვინო, რომ შეგვიძლია იმ ქვეყნებში, სადაც არის ბუნებრივი მონოპოლიები ალკოჰოლზე, ეს არის თქვათ შვედეთი, ფინეთი, კანადა და სხვა რამოდენიმე ქვეყანა უკვე იქ გქონდეს ფიქსირებული კვოტა, რადგან მართლაც კონკურენტუნარიანია ჩვენი ღვინო ძალიან ბევრ ღვინოსთან მიმართებაში, მათ შორის დასავლურ ევროპულ ღვინოებთან, რომელიც დიდი მოთხოვნით ჩვენ ინტერაქტივში წავიყვანოთ, ჩვენ ვისწავლეთ ღვინის დაბინავება უბრალოდ ყურძნის, ჩვენ ჯერ ვერ ვისწავლეთ გაყიდვა. და სხვა უბედურება გვემართება, არის თელიგერ ბრენდები, არ მინდა ეხლა რაღაც რეპუტაცია შეულახო, რომ აი კარგი დისტრიბუცია აწყო უცხოეთში, მე ყველა ეს საიზღარი ღვინოა. რამდენჯერმე უცხოეთში მიღებას მოუტანეთ ეს ღვინო, ცირცხვირიდან თავის სახე გამიწევით, რომ ვიცი რომ ბევრად უკეთესი კეთდება აქ ალაზნის ველზე. და რატომღაც ვიღაცა რო აწყობს ქსელს, მე თვლის რომ ქსელი რახან აქვს უკვე შეუძლია კარგი ხარისხის აღარ აწარმოოს, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი წავა. ესე რუსული ჩვეები გადაიტანეს ამერიკულ და ზოგიერთ ევროპაზე ზოგიერთმა. მე იმედი მაქვს რომ ესეთი ხალხი სულ უფრო აღმოჩნდება უმცირესობაში. მეორე ესე იგი ვერ ვისწავლეთ დისტრიბუცია იგივე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, მაგათ ეხლა ბალტიის ქვეყნებში რო დავდივარ, როგორ არის? იპოვი ძველ გასტრონომებში ქართულ ღვინოს, მაგრამ ვერ იპოვი თანამედროვე სუპერმარკეტებში და ვერ იპოვი რესტორნებში. რატომ? იმიტომ რომ ამათ იციან გასტრონომში როგორ მივიდა, უთხრან, მოდი ჩვენ ჩაგაბარებ 10 ხუთს და მოგცემ ეგრეთ წოდებულ 10 კაცს. იმისთვის რომ გასტრონომა ჩაიბაროს, იმიტომ რომ ეს ძველი სახელმწიფო მაინც მენტალიტეტია. და ის რომ რესტორანთან უნდა მივიდეს, მარკეტინგი გაუკეთოს, იქ რაღაც უფასო ტესტირება მოუწყოს, ბროშურები, ეს მაგდერი აღარ იცის. იცის როგორ ჩაუდოს თვალი ჩაუკრას, 10 კატი გაუკეთოს და გასტრონომები აღარ დარჩა სოფლიოში და აღარ შეიძლება შენი ღვინო იყოს აწყობილი გასტრონომებზე. ამიტომ ამაზე ჩვენ სემინარები გვაქვს ჩასწარებელი ეკონომიკის სამინისტროსთან და ექსპერტები გვაქვს ჩამოსახვარი, უნდა ესე ვისწავლოთ გაყიდვა ჩვენი პროდუქციის. ეს არის შემდეგი ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი მეღვინეობის სექტორისთვის. მე სანამ ამაზე გადავიდე, მინდა კითხოთ, გომბორის გზა მთავრდება აგვისტოს თუ სექტემბერში? სექტემბრის ბოლოს. ხო, იმიტომ რომ პრობლემა იქ მეწყერი იყოთ რამდენიმე 200 გზაზე, ხო? 200 მეტრია, ეს 200 მეტრის საკითხს ვალაგებთ ახლა, სოფლიო ბანკის ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და ვარაუდობთ. მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ ყურძნის გამოტანას უკვე ვიწყებთ სექტემბრის მეორე ნახევრიდან, უნდა მაქსიმალურად დავაჩქაროთ, იმიტომ რომ ეს გზა არის სასიცოცხლო არტერია თელავისთვის განსაკუთრებით და ახმეტისთვის, მაგრამ ნაწილობრივ ასევე ყვარლისთვის, იმისად და სხვა რაიონების რო განიმუხტოს გზები. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს პრაქტიკულად გზის ერთი ახუთმაგებს თუნდაც თელავის და კახეთის სამნაწილის ტურისტულ პოტენციალს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სოციალისტებს ეს არის წარმოუდგენელი წესვლა. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სექტემბრის ბოლოს დავასრულოთ. ბატონო, პრინციპში ამ გზის აშენების შემდგომ უკვე თელავი აღმოჩნდება, თქვათ საგარეჯოს მევენახეების პირობებში იქნებიან თელაველი მევენახეები, იმიტომ რომ პრაქტიკულად უბრალოდ საგარეჯოში ყველას გვიან არის ყურძენი. დიახ, რამოდენიმე, ანუ მისვლა და რამდენად გზა დაზარალდა ყურძენი, მე სეტყვით. პრინციპში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ყვარლის და თელავის რაიონებს, ზოგიერთ სოფლებს, მაგრამ გარკვეული შემთხვევები იყო სხვა რაიონებშიც, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ძალიან ხცოდოა ხალხი სადაც დაზარალდა ეს ყველაფერი, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ იქ რაც ნაწილი მოსავლის გადაურჩათ, მაქსიმალურად გასახდეს კარგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თქვათ გაკეთებული გვაქვს ამის აღრიცხვა და ვიცით რომ მე სოფლებზე იქნება ეს თქვათ გარკვეული შეღავათები ამ კუთხით, რომ ის დაზიანებული ყურძენი წავა გადამუშავებაში უკვე კონცენტრატად, რომ თქვათ ღვინის ხარისხზე არა ისახოს საბოლოო ჯამში და წვენად გადამუშავდება, რაც პრობლემებს არ წარმოქმნის. კარგით, მადლობთ. სხვა საკითხები რა არის? პრინციპში რთველთან დაკავშირებით ეს არის რაც შეგვიძლია ამ მომენტისთვის თქვათ, უკვე 10 დღის შემდგომ ჩვენ გვექნება ზუსტი პროგნოზი მოსავლის და ზუსტად გაიწერება ბიუჯეტი, ზუსტად გაიწერება ის მოცულობები, რომლებიც ამა თუ იმ ქარხანაში დაბინავდება და გაფრთხილებული იქნება მოსახლეობა ამ მოცულობების შესახებ, სად რა გადამუშავება იქნება ჯიშების მიხედვით. შარშან რამდენი დაგვიჭდა სუბსიდირება ყურძნის? ჩვენ შარშან ჯამში გამოგვივიდა დაახლოებით 22-23 მილიონი ლარი.
წელს არის ორი სხვადასხვა მექანიზმი შემოთავაზებული. ჯერ წელს შედარებით უფრო მცირე რა არის მრთველი თვითონ მოცულობა შედარებით უფრო მცირე და შარშანი იყო, უფრო მცირე მის მოსავალი იქნება ჯამში. მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ორი კომპანია, რომელიც ამაზე იმუშავებს სპეციალურად და ჯამში დაახლოებით იგივე თანხა დაგვიждდება წელსაც. ჯამოთვალოთ. იმედი უფრო ეფექტური გამოიყენოთ. უფრო ეფექტურად გამოიყენოთ. სხვა პროდუქტები როგორ წავიდა კახეთიდან? ეხლა მიმდინარეობს პრინციპში ატმის მოსავლის აღება და ექსპორტით ძალიან კარგად მიდის.